საშობაო ეპისტოლე უწმინდესისა და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებთ თანამემამულეთ. ისმინეთ საო და ყურადიღე ქვეყანაო, რამე თუ ახლა ესერა ზედა სიტყვა მამისა მოვალ შობად და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთა დაებადების. უფლის მოწყალებით კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთი სოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას. მცირედით მაინც რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის სიდიადე, შეგახსენებთ საყოველთაო ცნობილ რეალობას. სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს, გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას ირმის ნახტომს უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით მოძრავ ტალღას მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად 100,000 წელი მაინც ჭირდება. ასეთი გალაქტიკები კოსმოსში უთვალავია. თითოეული მათგანი დიდი კანონზომიერებით იმართება და ღაღადებს, რომ ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელი არის დაუსაბამო და უსასრულო უფალი. გამოუგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი ჟამიერი გახდა. ყოვლის მყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩემდაქმნილი ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი წარუდგა სამყაროს. ასეთი სიმდაბლით განგვეცხადა ყოლაწმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე, რათა შობიდანვე და შემდგომ 33 წლის მანძილზეც მოეცა ჩვენთვის პირადი მაგალითი თავმდაბლობისა, მოთმინებისა, სიმართლისა, მშვიდობისა და რა თქმა უნდა სიყვარულისა. რით დავიმსახურეთ შენი ასეთი თავდადება, უფალო? რას წარმოადგენს ადამიანი? რა ღირსება აქვს მას ასეთი პატივი მიაგე მას? თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცავს 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული. ნუ თუ ეს ყველაფერი არაფრის მომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისათვის გვებოძა? ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზე და მზის სისტემაში, საერთოდ ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და უპირველეს ყოვლისა ადამიანის არსებობისთვის ქმნის სათანადო პირობებს. წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე, წყალი, ჰაერი, მიწა, მათი შეზღუდვა და დანიშნულება ადამიანს ემსახურება. ანუ ჩვენ და გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამ ქვეყნად მყოფობა ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს. და მართლაც იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.
ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში. აირას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმინდა გრიგოლ პალამა. ადამიანი დიადი სამყაროა, მცირე დასახულობაში განცხადებული. იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან. წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს. ღმერთის სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი. ნუ თუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში. ესე იგი ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ, მისნი ვართ, დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი. ამიტომაც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი. ჩვენ კი რით პასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას? 2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისთვის იქცა დიდი შემოbrunების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური, პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა. საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმდროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით. სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა. სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ პირველი საუკუნიდან დაითესა ჩვენს ერში. დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხმადრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალში ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება. მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლის მიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვის მიერი მიწიერ კეთილდღეობაზე. ან სწორად როგორ წარმართოს თავისი კეთილდღიურობა. 60-დან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორც ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, იგი მეტად მცირე ხნით შემოიფარლება. ღვთისმოწყალებით განეგო ისე, რომ ეს მართლა წუთისოფელი მარადიულობასთან შედარებით სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო გამოვლინდეს და ჩვენი შინაგანი ბუნება წარმოჩინდეს. დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით, ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით. ჩვენ მხოლოდ ქმნით საწინდარს მომავალი სულ სხვა ცხოვრებისთვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშოლიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას პოვებს მარადიულობაში. აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხეთ, სარეველად თუ ღვარდლად. როგორ იქნება ჩვენი მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ? ამაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანისთვის უპირველესად. ღმერთს ყველას გადარჩენა და ცხონება სურს.
ამიტომაც ყველა დროში, ყველა თაობის შესაბამისად წვრთნითა და სულიერ საფეხურზე თანდათანობით აჰყავდა, ზოგჯერ ტკივილითა და მწუხარებით, ზოგჯერ გულმოწყალებით, ხან განსაცდელებით, ხან კიდევ მშვიდობისა და სიკეთის მოფენით. წარმართულ პერიოდში ჯულის მიცემით მხოლოდ ებრაელთა ერთს ებოდა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მიეცა ცოდნა ავისა და კარგის გარჩევისა, ღვთისმსათნო ცხოვრებისა. რთული გზა გაიარა ისრაელმა, მაგრამ შეძლო შემოქმედისთვის მიეგებებინა ღირსეულ მეფეთა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა დასი. რაც მთავარია, შეძლო მიეგებებინა ადამის მოდგმის მშვენება და ბრწყინვალე სამკაული, მარად ქალწული დედა უფლისა, ყოვლადწმინდა მარიამი, კი ღვთის ქვეყნად ჩამომყვანებელი. და იშვა მხსნელი იესო, მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამდგომელის მოვლენებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიათ. პირიქით, მისი მოკლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა. ამიტომაც ჰეროდეს ბრძანებით ათასობით ჩვილყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც. მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა პირველი საუკუნიდან მოყოლებული სხვადასხვა სახით გამოვლენილი დედამიწაზე ყოველთვის იყო. ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინონდნენ მორწმუნედ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს, ან საერთოდაც ქადაგებდნენ უღმერთობას. ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე. იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ. იმდენად შეეთვისდნენ თავი დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისთვის წირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ. ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, როცა სულიერი სიკვდილი შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება. განკაცებულმა ღმერთმა, რომლისაგანაც შეიქმნა ყოველი, ხილული თუ უხილავი, საყრდანი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი, კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი მისი სიტყვებით განუცხადა: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ თქვენ ერთმანეთი. რაც ხვისთვის თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარ ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს თუ ბოროტი, წარმატებული თუ წარუმატებელი, მდიდარი თუ ღარიბი, გონიერი თუ უგუნური. ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი, ეს ერთადერთი, მაგრამ სინამდვილეში მრავლის მომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესაძლებლად. უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიაზროთ და მისნი გავხდეთ. ერთი შეხედვით თითქოს იოლია ამ ცნების ცხოვრება, მაგრამ ამ ქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი სასტური და მახია დაგებული. და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით საკუთარი თავი კი მართალი გონია. მაგალითად დღეს სიყვარულზე და თავისუფლებაზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შესწომას უშვებენ ისინი, ვინ ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებს და ისინიც ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ. სიტყვის თავისუფლებას ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინ ჩედებს სიმართლის გზით უფლისაკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას. ვინც ნებისმიერ ადამიანში ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს. იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: ბოროტი ენა ცეცხლია, სისხლის სამკაული, მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელს სხეულს. იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით,
ხოლო ვინც არ ცოდავს სიტყვით, ის სულქმნილი კაცია. უფალი თავს არაფერს გვახვევს. ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ის ათნოებს, ის მიეცემა. შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმინდა მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა. წინ აღუდექი იმ უკეთო სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყმნის და მას უნაყოფოსა და usარგებლოს ხდის. იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის, ღვთისაგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლინებისა და აღორძინებისათვის. უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მას მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო. და ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ქრისტეს შობა დღესაც და მარაჯამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს. ამათან მან ფუნდამენტურად შეარყია არსებული მდგომარეობა და მთელი ხილული სამყარო ღვთის შემწყნარებელ სივრცედ აქცია. თავად შემოქმედმა მიიღო თავისი ქმნილება და უხრწნელმა შეიმოსა ხრწნადი ბუნება. რათა ხრწნადობაში თავისი უხრწნელობის ძალა დაენგრია და იგი ღვთისმიერი სიცოცხლისთვის ეზიარებინა. ამით კი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება გამოფწყინდა. მოეხსნა კრეცაბმელი იმ რეალობებს, რომ სიკვდილი და ხრწნილება არაა ჩვენი ბუნების არსი, რომ ჩვენ ზეცის სიმაღლეებისა ვართ და მარადიული ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია, რომ ამ ურთიერთობაში უნდა დაიბადოს ახალი ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას შვიდობის, ერთობის და განახლებისკენ მოუწოდებს, რომ ღვთისგან კაცების საიდუმლოს მიღმა უკვე ვეღარაფერი დარჩება, ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი. ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღწილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და საცუფევლით დამკვიდრების სურვილით აღზრდულო სამწყსო, კიდევ ერთხელ გილოცავ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამოფწყინებას, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობას. დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლის ღვრა და ომი, დადუმდნენ მოპა ექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვაწლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სულით და გული, ანთებული თანხლით სულიერად უნდა წარემართო წმინდა მიწისკენ, რათა ქალდეվել მოხდა და ბეთლემში მყოფ წყემსებთან ერთად ანგელოზთა გუნდს შევუერთდეთ, ჩვენი ხმად და სიხარულით აღმოთქვათ დიდება, მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემ შობილო ყრმაო, ყოვლა წმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაღლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო. მკვიდრნი მაშინა სამშობლოს საზღვრებს გარეთ ყოფნი თანამომამულენი, მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს. განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულით ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიანნი ყვავით ყოველნი. ქრისტე იშვების უგალობდეთ, ქრისტეს ზეცით გარდამოვალს მიეგებოდეთ, ქრისტე ქვეყანასა ზედა ამაღლდებოდეთ, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა, სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შობა ქრისტესი, თბილისი, 2025-2026 წლები.